ალიანსის დაშლიდან მეორე დღესაც კი მასში შემავალი პარტიები დაქსაქცვის მიზეზად სხვადასხვა ფაქტებს ასახელებენ. ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიამ ერთპიროვნულად მიიღო, სხვების თქმით კი გადაწყვეტილება პარტიებს შორის კონსენსუსის შედეგად მოხდა. ვისთვის არის ალიანსი მხოლოდ არჩევნებისთვის შექმნილი და ვისთვის გრძელვადიანი ერთობის ხელოვნება? შორენა ხვიჩიაგი ამბობთ. სამომავლო პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება პარტიაშიც და პარტნიორებთანაც თუ განხორციელდება და უნდა განხორციელდეს, ასეთი უნდა იყოს მკაცრი ორგანიზაციული ვერტიკალის ქვეშ. პრინციპში ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად, უფრო მარტივად რომ ვთქვა, ერთ პარტიად. უკვე ყოფილი ალიანსელები ერთობის დაშლის მიზეზებზე დღეს ცალ-ცალკე საუბრობენ. ახალი მემარჯვენეები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ კავშირის შენარჩუნების მიზნით საკუთარ 9 წლიან პარტიაზე უარს ამბობდნენ. იახეს იყო ხელოვნება, მაღალი ხელოვნება, რომ 4 პარტიამ წელიწადნახევრის განმავლობაში იპოვა საერთო ენა. მემარჯვენეების პარალელურად, თუმცა დამოუკიდებლად ალიანსის მომავალზე მსჯელობდნენ რესპუბლიკელებიც, რომლებიც პარტიის დათმობასა და ერთი პარტიის შექმნას არ დათანხმდნენ. მათ მემარჯვენეების მსგავსად საკუთარი თეორია წარმოადგენეს. ჩვენი თეორია იყო ჭიდრო ინტეგრაცია 4 პარტიას შორის ძალიან სერიოზული ალიანსური მუშაობის გაგრძელება, რაც ნიშნავდა ადგილებზე, რაიონებში ჩვენი ორგანიზაციების განსხვილებას, გაერთიანებას, ფინანსურ გაერთიანებას იქ. ჩვენ ვინარჩუნებდით საკუთარ სახეს ყველანი, მაგრამ ამავე დროს ალიანსი, როგორც ძალიან ძლიერი პოლიტიკური ერთეული, უნდა დარჩენილიყო. მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების თეორიები არც ირაკლი ალასანიას ვერსიას დაემთხვა. ალასანიამ ალიანსისგან გამოყოფა და საკუთარი პარტიის უფრო გააქტიურება გადაწყვიტა. თუმცა მის პარტიაში ალიანსის დაშლის მიზეზად მაინც საერთო გადაწყვეტილებას ასახელებენ. ალიანსი როგორც პოლიტიკური გაერთიანება, მე მგონი ამაში ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნებისთვის შეიქმნა. გარკვეულ ეტაპზე ამ ალიანსმა როდესაც ჩატარდა უკვე ადგილობრივი არჩევნები, გადაწყვეტილება იყო საერთო, რომ უკვე ამ ალიანსს შემოვა პარტიებს უკვე კოორდინაციის რეჟიმში გაეგრძელებინათ მუშაობა. ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ალიანსი არჩევნებისთვის შექმნილი გაერთიანება იყო და არჩევნების დასრულების შემდეგ მის დაშლაზე საუბარი დაიწყო. ალიანსის დაშლის შესახებ 2 დღის წინ პირველმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. ერთობის დარღვევას წინ უძღოდა თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხება. მანამდე უშედეგო კონსულტაციები დანარჩენ ოპოზიციასთან გაერთიანების მიზნით და ბოლოს რამდენიმე წევრის ალიანსიდან წასვლა. პრეზიდენტი ქალაქის მერს თაბუკაშვილის ქუჩაზე კორპუსის დაანგრევის გამოაქვს. შენობის არქიტექტორს კი გემოვნებას უწუნებს. სახლი თაბუკაშვილის ქუჩაზე ქალაქის მერია 2007 წლის გაზაფხულზე დაანგრია. მიზეზად მისი არამდგრადობა დასახელდა. მაცხოვრებლები ხელშეკრულების თანახმად 2009 წელს ახალი ბინებით უნდა დაეკმაყოფილებინათ, თუმცა შევჩენკოს ქუჩაზე ახალი კორპუსის მშენებლობა ჯერ ისევ მიმდინარეობს. თაბუკაშვილის სახლის ისტორია, რომლისთვისაც ქალაქის მერი ძეგლის დადგმას იმსახურებს. ვრცლად ნინი საყვარელიძის რეპორტაჟი. თუ ვინმე რამეზე უნდა დაუდგას გიგი უგლავას ძეგლი თბილისში არის პირველ რიგში თაბუკაშვილის სახლის დაანგრევაზე, რომელსაც ვანგრევდით ტელეკომპანია იმედის ბადრი პატრაკაშვილის პირდაპირ ეთერში. პრეზიდენტის შექება პირდაპირი წესით არჩეული პირველი მერის მისამართით. შანზელიზეს მაგალითზე სააკაშვილი თაბუკაშვილის 50-ის ნგრევას იხსენებს. სწორადაც ვანგრევდით. აბა შანზელიზეზე ააშენეს სახლი ერთ. ჯერ ვინ მიგიშვებს ერთ ქვის ხვას ადაგადებიები. ამაცილად წავიკითხე ერთი არქიტექტორის საშინელი ლანძღვა ამ ახალი ხიდის, რომელმაც ააშენა თაბუკაშვილის სახლი რუსთაველზე დადგა 12 სართულიან სიმახინჯე. ნოდარ ვადაჭკორია დაანგრეული კორპუსის არქიტექტორია. პრეზიდენტის მიერ მისი მისამართით ნათქვამმა სიტყვებმა ის მხოლოდ გააკვირვა. ამბობს, რომ ახალი ხიდი მტკვარზე არასოდეს უნახავს. თვალი მხოლოდ ტელევიზორში შეავლო და მოეწონა კიდეც. ნანახი არა მაქვს. ტელევიზიით მაქვს ნანახი. მომწონს. და როცა მომწონს სულსადო იტყვი. არ მიტყვი. თაბუკაშვილის ქუჩაზე კორპუსის დაანგრევა 2007 წლის ივლისში დაიწყო. მიზეზად შენობის არამდგრადობა დასახელდა. იქვე ითქვა, რომ ტერიტორია იმელი შენობის ჩათვლით კაპიტალ ვასტოკმა შეიძინა და იქ სასტუმრო კემპინს კი უნდა აშენებულიყო. ვალდებულებები საკუთარ თავზე რუსულმა კომპანიამ აიღო, თუმცა მალევე პრობლემები შეექმნა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა. კონტრაქტის თანახმად თაბუკაშვილის 50-ის მობინადრეებისათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა შევჩენკოს ქუჩაზე
2009 წელს უნდა დასრულებულიყო. მშენებლობა დასრულდება 2012 წლის თებერვლისთვის, გადმოგვეცემა იმ მდგომარეობაში, როგორც თქვა, ჩვენ ხელშეკრულებაში ჰქონდა დაფიქსირებული, ჩვენ შესაბამის ცვლილებები ჩვენს ინვესტორთან შეგვაქვს ამის თაობაზე ხელშეკრულებაში და თქვა, ჩვენ უკვე კონკრეტულ შეთანხმებას მივახციეთ ამასთან დაკავშირებით. თაბუკაშვილის ქუჩის ყოფილ მცხოვრებლებს შეტანილი აქვთ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. მორალური და მატერიალური ზიანის სანაცვლოდ ისინი სახელმწიფოსგან 50 მილიონ ევროს ითხოვენ. პრეზიდენტისგან ნათქვამის სიტყვები უგულავას მისამართით მოულოდნელი იყო მათთვის, ვინც საკუთრება 2007 წელს დაკარგა. მე მეეჭვება, რომ თქვა შეიძლება კაცს შეაქო იმის გამო, რომ თქვა სახლი დაანგრია. გართულებების გარეშე შეგვეძლო გადმოსულიყავით ჩვენ უკვე ახალ სახლში და მშვიდად დაანგრიათ ეს სახლი. ყველაზე სამწუხარო არის ეს ფაქტი, რომ ეს მოხდა არაცივილიზებული გზით. ტერიტორია, სადაც 2007 წლამდე კორპუსი იდგა, დღეს შემოღობილია. ის უკვე არა კაპიტალ ვასტოკს, არამედ არაბულ კომპანია დაბი ჯგუფს ეკუთვნის. იმელის შენობაზე კი ისევ რჩება რეკლამა სასტუმრო კემპინსკის მაკეტით.